2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები ფიზიკაში პირველი ვარიანტი ამოცანა ნომერი 2. m მასის თანამგზავრი მოძრაობს r რადიუსის წრეწირზე m მასის დედამიწის გარშემო გითხრეს მოცემული გვაქვს m მასის თანამგზავრი რომელიც მოძრაობს r რადიუსიან წრეწირზე და დედამიწის მასა არის m დიდიო რა მუშაობას ასრულებს თანამგზავრზე მოქმედი ძალა 90 გრადუსიანი კუთხით მობრუნებისას თუ მსოფლიო მიზიდულობის მუდმივა არისო ჟ გრავიტაციული მუდმივა არის და ჩვენი მიზანია გავსაზღვროთ თანამგზავრზე მოქმედი ძალის მიერ შესრულებული მუშაობა. კი ბატონო, ესე იგი, წყეულ ორბიტაზე მოძრაობს დედამიწის გარშემო, რაც m მასის სხეული, ავიღოთ m მასის სხეული, რადგანაც ამ შემთხვევაში გამიხილავთ წრეწირზე მოძრაობას, ეს თუ არის რადიუსი, როგორც ვიცით, წრეწირზე მოძრაობის დროს სიჩქარე მიმართული არის ამ წრეწირზე გავლებული მხების გასწვრივ, შესაბამისად ეს იქნება v და გადაადგილებაც უსასრულოდ მცირე დროის მონაკვეთებში თუ დავაკვირდებით ამ მოძრაობას, გადაადგილებას მიმართული იქნება სიჩქარის გასწვრივ. და ეხლა რას ნიშნავს ეს? თუ გავითვალისწინებთ მუშაობის გამოსაცვლელ ფორმულას, მუშაობა ეს არის ძალისა და გადაადგილების ნამრავლი და მათ შორის კუთხის კოსინუსი, კოსინუს ალფა. ну, ეხლა იქნა გამომდინარე, რომ ალფა 90 გრადუსია, კოსინუსი 90 გრადუსზე ვიცით, რომ 0-ის ტოლი არის, შესაბამისად, მუშაობა გამოგვივა 0-ის ტოლი. ანუ საბოლოოდ შეგვიძლია დავწეროთ, რომ მუშაობა არის 0 ამ შემთხვევაში. პასუხი A.